ერთ-ერთმა ქართულმა ექიმმა, ცნობილმა, გამოაქვეყნა პოსტი ესეთი სახელწოდებით, რომ რატომ იყიდება ნიმესილი საქართველოში ჯერ კიდევ, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში არის აკრძალული. პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები, პრობლემა არის ნიმესილთან დაკავშირებით მართლა და აი ვთქვათ რა პრობლემაა და რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა, ამაზე ფიქრია საჭირო პრინციპში. ან მეორე ვარიანტი არის, კი, შესაძლებელია, რომ მივდგეთ ისე, რომ როგორც უმეტესობა ქვეყანა აკეთებს, გავაკეთოთ ჩვენც ისე. ეხლა რა შეასაქმე? ნიმესილი არის ძლიერი, საკმაოდ ეფექტური ტკივილგამოყუჩებელი საშუალება, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ციკლოოქსიგენაზა 2-ის სელექტიური ინჰიბიტორი. ციკლოოქსიგენაზა თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს და ეგენ მონაწილეობენ ანთებით რეაქციაში და ტკივილის აქმაში. შესაბამისად, ეფექტურია მოკლედ, იდეაში გამოუშვეს, იმიტომ რომ ნაკლები გვერდითი ეფექტები უნდა ქონდა საჭმლის მონელებელი სისტემის მხრივ, აი ცელეკოქსიბი გვაქვს კაი მაგალითი, რომელიც ასევე ციკლოოქსიგენაზა 2-ის სელექტიური ინჰიბიტორია და ეფექტურად ართმევს თავს ამას. არის ეფექტურიც, ტკივილგამოყუჩებელიც კარგია და თან საჭმლის მონელებელი სისტემის მხრივაც ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს. გვაქვს სხვა მაგალითებიც, მაგალითად იბუპროფენი, რომელიც ცოტა უფრო სუსტია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს, როგორც ნიმესილი ნიმესულიდია. გვაქვს კიდევ, ვთქვათ, მესამე, რომელიც ნიმესილივით ძლიერია, ან შეიძლება ზოგჯერ უფრო ძლიერიც, ეგეთი არის დიკლოფენაკი მაგალითად, რომელსაც ღვიძლის მხრივ პრობლემები შეიძლება ქონდეს, როგორც ნიმესულიც, იგივე ნიმესილს, მაგრამ იშვიათია ბევრად. ზოგადად მიიჩნევა, ანუ მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს, რომ მიიჩნევა, რომ ნიმესილს, ანუ ნიმესულიც აქვს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა, ღვიძლისთვის არის ტოქსიური. ღვიძლის ტოქსიურობაში ამ შემთხვევაში მოიაზრება, რომ ერთი ოქსიდაციური სტრესით აზიანებს ღვიძლის უჯრედებს და მიტოქონდრიებს აზიანებს. მიტოქონდრიები არის ენერგიის მნიშვნელოვანი ქარხანა უჯრედებში და მის დაზიანება იწვევს ღვიძლის დაზიანებას. ბევრ შემთხვევაში, როცა ზიანდება ღვიძლი ნიმესულიდის მიერ, ეს დაზიანება არის სერიოზული იმდენად, რომ საჭირო ხდება ამ ღვიძლის გადანერგვა, ან ადამიანი იღუპება. ეგ არის პრობლემა. რომ თქვათ, რომ გვაქვს თუ არა პირდაპირ კორელაცია დოზასთან, ან მიღების ხანგრძლივობასთან, ან პაციენტის მდგომარეობასთან, ხო, შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ აი ორ კვირაზე ნაკლებს თუ მივიღებ ნიმესილს არაფერი არ მომივა, ესე არ არის. შეიძლება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის დროსაც კი ადამიანს დაემართოს იგივე. ეგ ამას ქვია იდიოსინკრატული რეაქცია და ეგ არის პრობლემა, რომ არათუ დოზა დამოკიდებულია ამ შემთხვევაში და მცირე დოზით მიღებით კი ვერ გამოვასწორებ სიტუაციას, არამედ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დაბალი დოზით მიიღო, ძალიან ცოტა ხნით მიიღო, მაინც დააზიანოს ღვიძლი, ეგ რეალურად პრობლემაა. მეორეს მხრივ არის რაღაც კორელაცია, რომ აი ხანგრძლივი მიღება, უფრო მაღალი დოზებით მიიღება, ადამიანებს ვისაც ღვიძლის დაავადება აქვს, ქალებს უფრო მეტად სხვათა შორის, უფრო აზიანებს ნიმესილის მიმართ აქვთ რეაქცია და ნიმესილი უზიანებს ღვიძლს. ხშირია? არ არის ხშირი, თქვათ, ნიმესილით გამოწვეული ღვიძლის პრობლემა, სადაც 10,000 პაციენტში ერთ შეიძლება დაემართს, ან 100,000 პაციენტში ერთს, მაგრამ პრობლემა ის არის ხოლმე, რომ თუ ემართება, ეგ მერე იწვევს მნიშვნელოვან ღვიძლის მნიშვნელოვან დაავადებას. ანუ აი დაემართა და მსუბუქად გაიარა, ესე არ არის. ბევრ წამას აქვს ეგეთი გვერდითი ეფექტი ზოგადად, რომ შეიძლება რაღაც თუ მათ შორის ღვიძლის ფერმენტების მონატება გამოიწვევს, მაგრამ გაივლის, ხო? ასე არ არის. ახლა იგივე დიკლოფენაკსაც აქვს, 15%-ში პაციენტებისა შეიძლება ALT-AST მომატებული იყოს ღვიძლის ფერმენტები. მაგრამ გაივლის და აღარ დალოს იმ წამას ადამიანი და არაფერი. ისევ გამომჯობინდება ღვიძლი. აი აქ ეგ არა გვაქვს. აი ეგ არის დიდი პრობლემა. საკამათო არის,
ვთქვათ, თუ ამოსაღებია პირდაპირ, ბევრი ფიქრის შედეგად უმეტესობა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში, ევროპაში, გერმანიაში და განვითარებულ ქვეყნებში, მოკლედ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არის ამოსაღებია ეგ წამალი, იმიტომ რომ ის სარგებელი, რომელიც შეიძლება მოიტანოს ნიმესილმა, მეტი არ არის, ვიდრე ის რისკი, რაც მოაქვს. ანუ რისკი გადაწონის სარგებელს ამ შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, რომ ალტერნატივები გვაქვს. ანუ ალტერნატიული წამლები გვაქვს ეფექტური საშუალებები. მაგალითად, იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, ცელეკოქსიბი, ანუ ბევრი ანთების საწმენო არასტეროიდი უტოლდება მას ეფექტურობით და ჯობნის უსაფრთხოებით. ან შეიძლება ვერ უტოლდება ეფექტურობით, მაგრამ ნამდვილად ჯობნის უსაფრთხოებით ბევრად. ამიტომ პირველი ჩვენი თავარი ფიქრი, როცა ვიყენებთ. მithmenes ეხლა ტკივილგამოყუჩებელი ისეთია, რომ ეს ხო არ არის სიცოცხლის გადასარჩენი რო იყოს, გასაგებია რა პრობლემა იქნებოდა, როცა სიკვდილია მეორე მხარეს, აქეთ თუ წამალს მიიღებ და კარგად გახდები, რა თქმა უნდა ეს წამალი უნდა მიიღო, მაგრამ ეგეთი წამალი არ არის ნიმესილი. ამიტომ მე დავეთანხმებოდი იმას, რომ ანუ ამოსაღებია ჩემი აზრითაც და როგორც მინიმუმ ძალიან მკაცრი რეგულაციით უნდა გაიცემოდეს, ძალიან მკაცრით. ანუ იდეაში სწორი იყო, რომ სარეცეპტოში მოყვა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი კონტროლი არ ხდება, შესაბამისად ეგ საკითხი ჯერ კიდევ ღია დგას. ამიტომ მოკლედ არც ერთ შემთხვევაში არ გირჩევთ ნიმესილის გამოყენებას. მე პირადად თუ რაღაცა ძალიან სერიოზული ბენეფიტი არ დგას აქეთ და სხვა არაფერი საშუალება არ არის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ ისე რომ ადამიანი ეს ნიმესილზე რომ არიან ხოლმე, ეს სრულიად არასწორია და პრინციპში მახინჯი პრაქტიკაცაა, რაც საქართველოში არის დანერგილი და უცოდინობასთან ერთად არასწორი პრაქტიკის დანერგვა, რაც მოხდა სამწუხაროდ. ხო, შესაბამისად, ჩემი აზრით ამ საკითხს აქ ყურადღება მისაქცევია, მოკლედ მე ესე ვფიქრობ ამ საკითხზე. აი ეს იყო რის თქმაც მინდო და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.